ყოველდღიურად სოფლიოში უამრავი საინტერესო მოვლენა ხდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ნამდვილად უნიკალურია. წარმოუდგენელი ბუნებრივი მოვლენები, იშვიათი დამთხოვები და კადრები, რომელთა გამეორებაც შეუძლებელია. ამ ეპიზოდში ყველაზე იშვიათ მომენტებს გაჩვენებთ. ჩინეთში მცხოვრები ეს ადამიანები საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ, რადგანაც მათ ტაიფუნის მოახლოებამდე ცოტა ხნით ადრე წარმოუდგენელი კადრების დაფიქსირება შეძლეს. წყალქვეშ მსგავსი ზომის ვეშაპთან შეხვედრა ხშირი მოვლენა ნამდვილად არაა. ასეთი ვეშაპები დაახლოებით 20 ტონას იწონიან. ამ სიტუაციაში ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ ვეშაპს პირი ღია ჰქონდა. ყვინთავმა გადარჩენა მხოლოდ უკანასკნელ წამს სწრაფი რეაქციის დახმარებით მოახერხა. იაპონია არის ქვეყანა, სადაც ბუნება ადამიანებს საკუთარ რეალურ ძალას ხშირად უჩვენებს. ამ ქვეყანაში მიწისძვრები საკმაოდ ხშირია. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 2011 წელს მოხდა. მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილი ცუნამის გამო ზოგიერთ რეგიონში ზღვის ტალღების სიმაღლე თითქმის 7 მეტრს მიაღწია. ასე გამოიყურება ჭექა-ქუხილი იმ დროს, როდესაც ბუნება საკუთარ რეალურ ძალას გვიჩვენებს. მაუნტ პლეზენტში ძლიერი წვიმის დროს ელვა პირდაპირ ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა. მსგავსი შემთხვევებით ჩვეულებრივ ქარიშხალს ნამდვილ სანახაობად აქცევს ხოლმე. ინდოეთის ოკეანეში მდებარე შობის კუნძული უნიკალური ადგილია. კუნძულზე ყოველწლიურად მილიონობით წითელი კიბორჩხალა მიგრირებს. მათი მიგრაციის პროცესი კი ყოველთვის წარმოუდგენლად გამოიყურება. მურმურაცია ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფენომენია. ამ დროს ათასობით ფრინველი ერთდროულად მოძრაობს. ისინი თითქოს მთლიან ერთ იდეალურ მექანიზმად იქცევიან ხოლმე. ზოგჯერ ბუნება იდუმალ და ამოუხსნელ მოვლენებს ქმნის. აი მაგალითად ჩინეთში მდებარე ამ მდინარის ზედაპირზე უცნაური მორევი წარმოიქმნა. მისი წარმოქმნის მიზეზი დღემდე საკამათოა. ავსტრალიაში ტყის ქარიშხლებს დიდი ზომის ქალაქების მთლიანად დაფარვა შეუძლიათ. ეს სანახაობა ერთდროულად შემზარავიცაა და მომაჯადოებელიც. Wow. კარგია რომ იმ დღეს, როდესაც ეს შენობა ტორნადოს ეპიცენტრში აღმოჩნდა, შიგნით არავინ იმყოფებოდა. სამეთვალყურეო კამერებმა ტეხასში მდებარე დანლების ტბაზე კაშხლის ჩამოშლის მომენტი დააფიქსირეს. ეს მოვლენა ნამდვილად შემზარავად გამოიყურება. წესით, სიდნეის მაცხოვრებლებისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი დილა უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ სანაპიროზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც ამ სამყაროს არ უნდა ეკუთვნოდეს. მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს არსება. თევზის იშვიათი სახეობა თუ სრულიად სხვა რამ. ასეთ უცნაურ არსებასთან შეხვედრის შემდეგ ამ სანაპიროზე ადამიანები ყოველთვის დიდ სიფრთხილეს გამოიჩენენ. ფარისებრი თევზი ოკეანის კიდევ ერთი საოცარი ბინადარია. ამ თევზის გარეგნობა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. მისი ზომა კი ნამდვილად შთამბეჭდავია. ზოგიერთი ინდივიდის სიგრძე 3 მეტრს აღემატება.
ამ ტურისტების თვალწინ კაშკაშა წითელი ლავის ნაკადების ამოფრქვევა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ალბათ ასეთ რამეს ვერც ერთი ფილმის სპეცეფექტი ვერ შეედრება. Да. Oh, right here? შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ლამანტინები ერთ-ერთ ყველაზე უწყინარ ზღვის ცხოველებად ითვლებიან. ისინი მშვიდები და ზედმეტად ცნობის მოყარეები არიან. Holy 2021 წლის 20 ოქტომბერს იაპონიაში ვულკანის სახელწოდებით ასაა მოიფრქვა. ამოფრქვევა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფერფლმა და სქელმაღრუბელმა 1 კილომეტრის რადიუსზე მდებარე ტერიტორიები მთლიანად დაფარა. ასეთ მომენტებში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი ძალა აქვს ინდონეზიაში მდებარე კრაკატაუს ვულკანს. ეს კადრები 2018 წლის დეკემბერშია გადაღებული. ისინი ნახლად გვიჩვენებს, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ბუნება. ნორვეგიაში შტორმმა ერთი ჩვეულებრივი დღე მომენტალურად ქაოსად აქცია. ზვავის დროს სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელია. საბედნიეროდ, მისი სიმკვრივე ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად საკმარისი არაა. აისბერგის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენაა. ყინულის უზარმაზარი ნაჭრები იშლება და წყალში ძლიერად ვარდება, რაც გიგანტური ტალღების წარმოქმნას განაპირობებს. ნიუ-მექსიკოში წარმოქმნილი ეს ქვიშის ქარიშხალი შემზარავად გამოიყურება, მაგრამ ამ მოვლენას უცნაური, თითქოს არამიწიერი სილამაზეც აქვს. კანადაში მდებარე ჯორჯიის სრუტეში თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მკაფიო საზღვარი ფრეიზერის მდინარის მტკნარ წყალსა და ოკეანის მარილიან წყალს შორის. კარგია, რომ ეს ნავი ლეგუნის მდინარის მოქცევით ტალღაზე სწრაფი აღმოჩნდა. ძნელი წარმოსადგენია მისი რეალური ზომა, რადგანაც ეს ახალი გვინეის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ქვიშის თხელი ფენის ქვეშ მოლუსკები ხშირად იმალებიან. როდესაც ტალღები სანაპირომდე აღწევს წარმოუდგენელი რამ ხდება. ასობით მოლუსკი ზედაპირზე ერთდროულად ჩნდება. ეს მორიგი შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენაა. წყლის მოძრაობისას ეს მიკროორგანიზმები ნათებას იწყებენ, რაც საბოლოოდ წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. ტაიფუნები და ტროპიკული ციკლონები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ მოვლენებად ითვლება. მათ რამდენიმე წუთში მთლიანი ქალაქების განადგურებაც კი შეუძლიათ. $2017 წელს ავსტრიაში ძლიერი წვიმების შემდეგ პატარა სოფელი წყალდიდ მცირე ზომის ტორნადოში ნავით გასვლის იდეა გიჟურად ჟღერს, მაგრამ მსგავსი მომენტების დავიწყება შეუძლებელია. Why did they just do that? Why did they do that? They just broke their boat. Go through it!
ისლანდიაში ზოგიერთ აისბერგს მუქი ლურჯი ფერი აქვს. მათი უცნაური შეფერილობა მიუთითებს, რომ ყინული ათასობით წლის წინ წარმოიქმნა და ის ჰაერს თითქმის არ შეიცავს. კოლუმბიაში ზის მშენებლობის დროს მოულოდნელად მეწყერი ჩამოწვა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთი შეხედვით ეს მოვლენა სქელ ნისლს ან კვამს გავს, მაგრამ თქვენ ახლა მწერების უზარმაზარ გროვას ხედავთ. მათი მოძრაობა შთამბეჭდავ ეფექტს. ფლორიდის მაცხოვრებლები ხანდახან ფიქრობენ, რომ დინოზავრები ჯერ კიდევ არ გადაშენებულან, თუმცა უზარმაზარი 4.5 მეტრის სიგრძის ალიგატორის დანახვა ალბათ ყველას მსგავს რამეს აფიქრებინებს. Oh my god! ტალახის ვულკანი იშვიათი ფენომენია. ის განსაკუთრებულად შთამბეჭდავად მაშინ გამოიყურება, როდესაც ვულკანიდან გამოყოფილი აირები ნამდვილ ცეცხლოვან შირაღდნებად იქცევა ხოლმე. მიწისძვრების დროს ისეთი მშვიდი ადგილიც კი, როგორიც ბიბლიოთეკა, მომენტალურად შეიძლება ქაოსის ეპიცენტრად გადაიქცეს. ბუნების შეჩერება შეუძლებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მეწყერს ეხება. მიწის მასები წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს და ყველაფერს ანადგურებს, რაც მის წინ აღმოჩნდება. გვატემალა ვულკანების ქვეყანა. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი კორდილიერების მთებს უკავია, სადაც ათობით აქტიური ვულკანია. ამიტომაც ეს ადგილი ადამიანებისთვის საკმაოდ სახიფათოა. ქვიშის ქარიშხლებს ჩინეთში ხშირად ნახავთ. გაზაფხულზე ტვრის მკვრივი ღრუბლები ჰაერში იჭრება და მან შეიძლება ასობით კილომეტრიც კი დაფაროს. როდესაც ქარიშხალი ქალაქებამდე აღწევს, ამ დროს ხილვადობა თითქმის ნულამდე ეცემა. 慢点，不用慌。哎呀，完全覆盖啊！我们被沙尘暴完全覆盖了，看到没？哎呦，这点还不一短呢，还有过去这点都重了。哟。 ძლიერი წვიმების შემდეგ კაშხლები დატვირთვას ყოველთვის ვერ უძლებენ. იმ შემთხვევაში, თუ კაშხლის მთლიანობა დაირღვევა, შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. Всё, Стенковскую дамбу прорвало, прям, ух ты, вот это да, блин. И она все поднимается и поднимается. ჩილეში, მოკას კუნძულის სანაპიროსთან წყალს ცეცხლი უჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მის ზედაპირზე რაიმეს ავაფეთქებთ. ეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ფენომენია. ეს გიგანტური ქსელი ათეულობით მეტრზეა გადაჭიმული. ფული წარმოსადგენია, თუ რამდენი ობობა მუშაობდა მის შესაქმნელად. ვულკანთან ახლოს ცხოვრება მუდმივად გარკვეულ რისკს შეიცავს, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ყველაფერს მიჩვეულნი არიან. მათ იციან, თუ როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციებში და ისინი ყოველთვის მზად არიან სახლები რამდენიმე წუთში დატოვონ. ვარცოფი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა. წყლის, ტალახისა და ქვების მასები ხებიდან წარმოუდგენელი სიჩქარით ეშვება და გზად ყველაფერს ანადგურებს. მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია.
იაპონიის აეროპორტში მოულოდნელად დაწყებულმა მიწისძვრამ უამრავი ადამიანი შეაშინა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ყველა რეისი გაუქმდა. ინდოეთში ადიდებული მდინარე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან მრავალტონიანი ბეტონის ხიდი მომენტალურად წაიღო. ყველაზე მყარი კონსტრუქციებიც კი ბუნებრივი მოვლენების მიმართ ყოველთვის უძლურნი არიან. ალპებში წარმოქმნილი ეს ხვარცოფი მცირე ზომის ქალაქის მოსახლეობისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მანქანები ტალახისა და ქვების მასების ქვეშ მომენტალურად დაიმარხა. ზოგჯერ მიწაზე ქაფის მსგავსი უცნაური ღრუბლები ჩნდება. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა და ამ ფენომენის ამხსნელი ზუსტი თეორია ჯერ კიდევ არ არსებობს. სტანდარტული სისარტყელის გარდა არსებობს ორმაგი და სამმაგი სისარტყელაც, თუმცა ისინი იშვიათობას წარმოადგენს. ჭაობის ნიანგი უნიკალურია იმით, რომ ის არა მხოლოდ წყალში, არამედ ხმელეთზეც თავს იდეალურად გრძნობს. მას ფრელების ამოთხრაც შეუძლია, სადაც ის ცხელ სეზონებზე თავს აფარებს. ფაქტობრივად, ეს ნიანგი ნებისმიერ პირობებში იდეალური მტაცებელია. სწორედ ასეთია ბუნება, ძლიერი, არაპროგნოზირებადი და წარმოუდგენლად საოცარი. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი გამოვლენაც მას შეუძლია. რომელი მოვლენა გამოიყურება ყველაზე შთამბეჭდავად? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.